აკადემიკოს აბესალომ ვეკუას დაბადებიდან 100 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა. შეხვედრაზე მეცნიერებმა, აკადემიკოსებმა და პროფესორებმა აბესალომ ვეკუას სამეცნიერო მემკვიდრეობა და პალეონტოლოგიის განვითარებაში მისი განსაკუთრებული როლი გაიხსენეს. ბატონი აბესალომი უმაღლესი რანგის მეცნიერია, მისმა აღმოჩენებმა საერთაშორისო აღიარება პოვა. მის მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩენები გახლავთ დმანისთან დაკავშირებული, დმანისის ფლორა და ფაუნა შესწავლილი და აღმოჩენილი მის მიერ და მეცნიერებისათვის მრავალი უცნობი სახეობაა იდენტიფიცირებული. აკადემიკოსი ვეკუა ემსახურებოდა მეცნიერებას და იცით რომელ მეცნიერებას, რომელმაც საქართველოს მეცნიერებას მოუტანა სახელი. ეს იყო ძალიან ბევრისთვის გასაგები, მისახვედრი, დასანახი მოღვაწეობა. მან დატოვა მართლა წარუშლელი კვალი პალეონტოლოგიაში და ამის დასტურია ის, რომ ცხოვრება და მისი კვლევები გრძელდება მას შემდეგ, რაც მან დაგვრთოვა და დღესაც ახლა მის საპატივცემულოდ ჩვენი სფეროს რამდენიმე განსაკუთრებული წარმომადგენელი ესპანეთიდან, იტალიიდან ჩამოვიდა იმისთვის, რომ ბატონი აბესალომისთვის პატივი მიეღო. ვამაყობ და პატივია ჩემთვის, რომ აქ ვიმყოფები აკადემიკოს აბესალომ ვეკუას მოსაგონრად. ის დიდებული პალეონტოლოგი იყო. უნდა აღვნიშნო, რომ ფლორენციას როგორც ქალაქსა და მის უნივერსიტეტს თბილისის აკადემიასთან გაცილებით ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. ყოველწლიურად მუშაობდი მასთან ერთად, შესაბამისად ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებდა.